უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი. ეპისტოლეთა წიგნი, ასე უწოდა პოეტმა გივი ალხაზიშვილმა ლექსების ახალ კრებულს. ავტორმა წიგნი მეუღლის ხსოვნას მიუძღვნა. კრებულში შესული ლექსების დაწერის მიზეზიც სწორედ მეუღლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი გახდა. როგორც პოეტი ამბობს, წარმოუდგენლად დიდი ძალისხმევაა საჭირო საოცრად ფაქის, ინტიმურ თემას განზოგადებული სახე მისცე. ძნელია ტკივილი განაზოგადო იმ ადამიანზე წერისას, რომლის დავიწყებას ერთი ცხოვრება არ ეყოფა. აღსანიშნავია, რომ გივი ალხაზიშვილის შემოქმედებაში ადამიანის ყველაზე დიდ იმედსა და საყრდენს, სარწმუნოებას და ლოცვას უდიდესი ადგილი უკავია. ამიტომაც მკითხველს, რომელიც მის შემოქმედებას კარგად იცნობს, არ გაუკვირდება, რომ მისი ლექსების უმრავლესობა აქაც ლოცვის მსგავსად იკითხება. პოეტების დიდი ნაწილი გივი ალხაზიშვილის შემოქმედებას ქრისტიანულ ლირიკასაც უწოდებს. ეს მიუძღვენი ეს ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს 2 წლის წინათ გარდაიცვალა და ის ხსოვნა ასე აღნიშნა. თუმცა ლექსში წიგნში შესულია ჟანრობრივად განსხვავებული ლექსები ამავე დროს. არის სხვა ტიპის ლექსები და არის ქრისტიანული მისტიკაც სხვა შორის და ამავე დროს ეს არ არის სამგლოვიარო წიგნი. ეს არის თანაარსებობის, სულთა ურთიერთობის და რაღაც გარკვეულ თვალსაზრისით სხვა სივრცეში გასვლის მცდელობა. ამავე დროს მოხერხდეს რაღაც კონტაქტი სულიერი თუნდაც. აი ეს არის სახამი ყველაფერს ვერ ვიტყვი და პოეზიაში უფრო სხვაგვარად არის ეს გამოხატული. ყველა ჟანრი კარგია გარდა მოსაწყენისა. არც ერთი ჟანრი გივი ალხაზიშვილის არათუ მოსაწყენი არ არის. არის უსაზღვროდ დიდი ინტერესის გამომწვევი და არის ნამდვილი მწერლობა. მისი ესეისტიკა, მისი პუბლიცისტიკა, მისი პროზა, დოკუმენტურის და მხატვრის და რაც თავარია მისი პოეზია, წყემელი პოეზია. ეპისტოლეთა წიგნი, რომელიც პერიოდულად ქვეყნდებოდა სოციალურ ქსელებში და აქედან მე გავიცანი ეს თქვა გავიცანი ამ ლექსებს, არის ზუსტად ამის ნიშანი. ეს არის ერთგვარი თქვათ ნიშანი იმისა, რომ თქვათ ერთი ავტორი, როგორ თქვათ ახალი ოსტატობით გადადის ერთი საუკუნიდან მეორე საუკუნეში და მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით სწორედ სიმბოლურია ამ საღამოს გამართვა დღეს ამ კლუბში. ეპისტოლეთა წიგნი გამომცემლობა სიესტაში დაიბეჭდა. მისი პრეზენტაცია კი საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის შენობაში მდებარე ბიბლიოთეკის ლიტერატურულ კაფეში შედგა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქოს ბიბლიოთეკის ლიტერატურულ კაფეში ამიერიდან ყოველი ხუთშაბათის საღამო ლიტერატურულ შეხვედრებს დაეთმობა. პოეტ გივი ალხაზიშვილის შემოქმედებითი საღამო და წიგნის პრეზენტაციაც სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყო.